მეგობრებო, ახლა მე გასწავლით, როგორ უნდა გავაკეთოთ აი ესეთი წებოვანი. მოდით დავიწყოთ. ჩავთოთ წყალი და უნდა ჯერ წყლით კარგად დავუბანოთ. ჩამოვანოთ ძალიან ჭუჭი. შემდეგ როცა კარგად დავასრულებთ, უნდა ვუქნათ საპონი, ნებისმიერი შეიძლება, იმიტომ რომ ყოველი საპონი ქმნის წებოვან თათის. კარგად უნდა ავაქაფოთ, მომფრთხილად, იმიტომ რომ ხელებიდან მე მივარდება მივარდება ხელიდან. კიდე ავაქაფოთ მეგობრებო. შემდეგ როცა უკვე კარგად ავაქაფებთ, შეგვიძლია ჩამოვანოთ წყლით ეს საპონი. მე უკვე ჩამოვანე და ეხლა ჩვენი თათი უნდა გავამშრალოთ ისე, რომ აი სველი არ იყოს. კარგად უნდა გავამშრალოთ. ერთი ხელით ვაკეთებ და ცოტა ძნელია. ცოტათი გავამშრალოთ. მასაც კი ეცემა უკვე. და შედეგი ჩვენი თათი გახდა აი ესეთი წებოვანი. როგორც ხდება. მოგეთ მეგობრებო, კიდე რა გავაკეთო? დამწერეთ კომენტარებში. კარგად.